ისინი გამოდიან და მებრძოლებს აკრიტიკებენ როგორც ანალიტიკოსები. მე კი ვამბობ, ძმაო, შენ საერთოდ არც ყოფილ ხარ მებრძოლი. თუ ამას აკეთებ, შენ ხარ ძუკნა. და აპირებ გაანალიზო და ილაპარაკო იმაზე, თუ როგორები არიან მებრძოლები, რა უნდა ქნან და თითქოს ყველაფერი იცი. ყველაფერი იცი? მაშინ რა ჯანდაბა მოხდა შენს კარიერაში? რატომ ხარ ახლა ანალიტიკოსი, მისტერ ყველაფრის მცოდნე? ლაპარაკობ DC-ზე და ყველა დანარჩენზე. თქვენ საუბრობთ ჩხუბზე? აი ასეთ ხალხს სჭირდება კარგად გალახვა. ბევრი რამ ვარ, მაგრამ ერთი რამ ძუკნა ნამდვილად არ ვარ. როდიდან გახდა მისაღები, რომ მამაკაცებმა ერთმანეთს ასეთი სახელები დაუძახონ. ეს არ არის კარგი საქციელი. და იმის თქმა, რომ მე მებრძოლი არ ვარ, უბრალოდ არ მესმის. რადგან ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების მიმართ საკმაოდ სამართლიანი ვიყავ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თავს ნეიდიას არც შევადარებ, რადგან ეს სხვადასხვა დონეა, ძალიან განსხვავებული. მე ჩემპიონი ვარ 2 წონით კატეგორიაში. კარიერაში მხოლოდ 3-ჯერ წავაგე. 4-ჯერ თუ იმ ჩხუბსაც ჩავთვლით, რომელიც გაუქმდა. ჩვენ ერთ სტრატოსფეროშიც კი არ მებრძოლობის თვალსაზრისით მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არც იმას დავუშვებ, რომ ვიღაცეებმა შეურაცხყოფა მომაყენონ. ჩემი სახელი რომ დაგუგლო, ამოგიყრეს ჩემი კარიერის ჰაილაითებს. იმ კადრებში ბევრ კამარს და ბევრ საჩემპიონო შეხვედრას ნახავთ. მე საუკეთესოებს ვებრძოდი. ნეით, აი რა ხდება. მე შენთან პრობლემა არ მაქვს. როცა დაგინახავ, მოგესალმები. ხოლო თუ რამის თქმა გინდა, მოდი ჩემთან და მითხარი. რა პრობლემაა? შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მამაკაცებმა.